ვეიპი, აიქოსი და ელექტროსიგარეტი. არსებობს მითები, თითქოს ეს პროდუქტები ადამიანს ეხმარება მოწევის შეწყვეტაში. თუმცა რეალობა საერთოდ სხვაგვარია. ბაზარზე მათი არსებობის ერთადერთი მიზანი არის, შენი მწეველობა უფრო მეტად გახანგრძლივდეს, ნაკლებად გარიყული იყოს საზოგადოებისგან და უკეთესი სუნი აგდიოდეს. სინამდვილეში კი ეს ყველაფერი მარკეტინგული ხრიკია, რისი დახმარებითაც შენ უფრო და უფრო ეჯაჭვები მწეველობას. თუმცა არსებობს გამონაკლისები, როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ ამ საშუალებების დახმარებით მოწევა შეწყვიტეს, მაგრამ მინდა ერთი რაღაც კარგად გაიაზრო. მწეველები მოწევას ამ ნივთების დახმარებით არ წყვეტენ, კარგად დააკვირდი, პირიქით ისინი წყვეტენ მას შემდეგ, რაც ამ ნივთებზე უარს ამბობენ. უარის თქმის საფუძველი კი არც ერთი პრეპარატი და არც ერთი ალტერნატივა არ არის. წარმატების საფუძველი მტკიცე გადაწყვეტილების მიღებაა. ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კი არც ერთი პრეპარატი არ გჭირდება, რომ სიგარეტის მოწევა ჩაანაცვლო. ჩემს წინა ვიდეოზე ძალიან ბევრი გამოხმაურება ჰქონდა, სამწუხაროდ ვერ ვახერხებ ყველა ადამიანს პირადად დაუკავშირდე, ამისათვის ძალიან ბევრი დრო დამჭირდება. გამოვძებნი გზას, რომ ჩემი და თქვენი კომუნიკაცია ხარისხიანად შედგეს.